სინამდვილეში ჩვენ რომ არ მოვკვდეთ, ჩვენ არ მოვკვდით, რაღაცა ღვთისმდებით გადავჭირთ. მომწმინდეს სისხლი ერთადერთი მისესის გამო რომ აქან არ დამესვარა. ეს მაშხალები არ წვავს და გაჩვენებთ ახლა თუ არ წვავს, გაგაშიშვლებთ და გაგაუპატიურებთ ამ მაშხალებით. ჩემი სამშობლოსთვის, ჩემი მომავლისთვის ვიბრძვი და ამიტომ გავარ და მგონია რომ ეს არის მართებული ქცემს. ხმარ გასექცემს. კარი გაიღო და მე რაღაცა ჯგუფმა, ერთმა ჯგუფმა უთხრა რომ კაი გეყოფათო, ეხლა ჩვენი ჯერიაო. ახალგაზრდა ბიჭი, როდესაც მოვიდა ჩემთან მოწმედ სასამართლოში, 20 წლის ბიჭი, დაასახელა საკუთარი დაბადების თარიღი ის რაც გაწერილი არის, ხო? მოსამართლე ეკითხება და ეუბნება რომ თიც დადებ, ეხლა ჩემთვის ეს იყო კინოკადრი, როგორ იშლება სისტემა, როგორ შეიძლება განადგურდეს სისტემა. აი სისტემა რომელსაც მომავალი აღარა აქვს. ეს იყო აი ერთ წუთში გათამაშებული. მოსამართლე ეუბნება რომ ფიც დადებ, ფიცი უნდა დადო, სამოქალაქო ფიც დადებ თუ რელიგიურს. სამოქალაქოს ეუბნება, მე წავიკითხავ ფიც და შენ გაიმეორ და თქვი ფიცავ. წაიკითხა ფიცი და ბიჭი 20 წლის ბიჭი რომელიც ეხლა მივიდა პოლიციაში იმისთვის რომ ამ ქვეყანას ემსახუროს, იმისთვის რომ უსამართლობას ებრძოლოს და სამართლიანობა დაამყაროს, ხო? ამისთვის მივიდა 20 წლის ბიჭია, ხო? ჯერ ეხლა დაიწყო ეს ყველაფერი, ფიცავს და მე იძახის აბსოლუტურ ყოლს. სრულ სიგიჟეს რომელთანაც არ არის, თვითონაც არ იცის ეგრე რეალობაა თუ არ არის, რაც უთხრეს ის თქვა. აი წარმოიდგინეთ როგორ შეიძლება ჩამოაქციო სისტემა. ამ 20 წლის ბიჭმა რა უნდა გააკეთოს, როცა პირველი ნაბიჯი გადადგა ტყუილი. პირველი ნაბიჯი საკუთარი მოქალაქის დასაცავად კი არა, მის დასასჯელად გადადგა. ნოდარ არონიშიძე, ქართული ხელოვნების მკვლევარი, ისტორიკოსი საუბრობს საკუთარ პროცესზე, რომელიც მისი დაკავების შემდეგ გაიმართა 2 დეკემბერს ის აქციაზე დააკავეს და საუბრობს ამ პროცესის აბსურდულობაზე, მოწმეზე, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ის დააკავეს. მე ვარ ჟურნალისტი მარიამ ჯანელიძე, საქალაქო სასამართლოს ეზოდან გიყვებით ამბავს პროცესზე და ვიდრე კონკრეტულად ნოდარის შემთხვევაზე ვისაუბრებთ, რამდენიმე ხნის წინ სწორედ ამ ადგილას ერთ-ერთ პროცესს ვესწრებოდით და იყო ასეთი უცნაური სურათი. საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან საპოლიციო ძალები იყვნენ გამაგრებულები და თითქოს ისინი სასამართლოს იცავდნენ ადამიანებისგან, იმ ადამიანებისგან, რომლებიც მხარდასაჭერად იყვნენ ეზოში შეკრებილები. და მაშინ გამახსენდა ერთ-ერთი წიგნი, ეს არის ფრანს კაფკას პროცესი. დღეს შეიძლება რომ ბევრს არ აქვს კითხვის ხალისი, მაგრამ ვფიქრობ რომ ბევრს უკვე წაკითხულიც აქვს ეს წიგნი და მინდა რომ შევახსენო, აქ არის ერთი აბსურდული ამბავი მოთხრობილი. იოზეფ კას შესახებ, რომელიც იდენტურად რიგ შემთხვევებში იმეორებს აქ ჩვენთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. იოზეფ კას სახლში ერთ დილას მოულოდნელად აპატიმრებენ, თუმცა მან არ იცის რაში არის დამნაშავე. და მთელი რომანის განმავლობაში ეს ადამიანი ცდილობს რომ გაიგოს თუ რა არის მისი ბრალეულობა, რის გამო აპატიმრებენ. აქ არის ერთგვარი ასეთი განცდა, რომ მან არ იცის რის გამო არის დაკავებული, თუმცა მის გარშემო ადამიანებმა თითქოს ყველამ ყველაფერი იცის. აი ეს აბსურდული ამბავი რომ გადმოვთარგმნოთ ქართულ რეალობაში, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ რომ იდენტური არის, ადამიანები რომლებიც აი აქ სასამართლოში ხვდებიან, მათ არ იციან რაში არის მათი დანაშაული, თუმცა ადამიანებმა ეს იქნება ცრუ მოწმე, ეს იქნება პროკურორი თუ მოსამართლე, თითქოს მის შესახებ ყველაფერი იციან. კიდევ ერთი ფაქტი, მას სამოქალაქო სამოში ჩაცმული ადამიანები დაადგებიან, ასე ვთქვათ, ერთ დილას და აკავებენ, ესეც იდენტური არის, ჩვენ ვნახეთ ამის შემთხვევები, როდესაც ადამიანს, რომელიც უბრალოდ ძაღლის გასასეირნებლად არის გასული, სწორედ სამოქალაქო სამოში ჩაცმული ადამიანები აკავებენ და ამ წიგნში იოზეფ კა ითხოვს ერთგვარ ორდერს, რომ წარუდგინონ რის გამო აკავებენ, თუმცა ამაზე ცინიკურ პასუხს იღებს, რომ რა საჭირო არის და ამაზე საუბარს საერთოდ მოეშვეს. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც მახსენდება, ეს არის იოზეფ კას პირველი პროცესი, რომელზეც ეს პერსონაჟი საათზე მეთხანს აგვიანებს. აგვიანებს ვინაიდან ადგილი, სადაც იმართება მისი პროცესი, არის ქალაქიდან მოშორებით და არის მიუვალ ადგილას. ისეთივე მიუვალ ადგილას, როგორც დღეს სამართალი არის მიუვალი, ასე ვთქვათ. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ შენობის სხვენში მიმდინარეობს იოზეფ კას პროცესი, რაც ერთგვარი ალეგორია არის თუ რა საყრდენზე დგას მთლიანად სასამართლო ამ რომანში და ასევე ჩვენ შეგვიძლია რომ ვრცლად ვისაუბროთ იმაზე თუ რაზე დგას დღეს ქართული სასამართლო, რა არის ამის საყრდენი. თუმცა ამაზე საუბარი კიდე შორს წაგვიღებს, ისევ რომ დავუბრუნდეთ ნოდარ არონიშიძეს პროცესს და მის ამბავს, გვიყვება არა მხოლოდ პროცესზე, არამედ მისი დაკავების ეპიზოდზე, რომელიც ასევე ძალიან აბსურდულად გამოიყურება. ნოდარი ყვება, რომ 2 დეკემბერს ძალიან ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი რუსთაველის გამზირზე და ის ვერ იჯერებდა, როდესაც გადაწყვიტეს ამდენი ადამიანის დაშლა. საკმაოდ ადრე დაიწყო ეს მოქმედება და ამბობს, რომ არანაირ
დაპირისპირება არ ყოფილა. არც დაპირისპირება და არც პიროტექნიკის გამოყენება, მშვიდობიანად იდგა აქციაზე და როდესაც დააკავეს, შემდეგ ისყვება ისეთ ძალადობრივ ამბებს, რომელიც ამ წიგნის და ზოგადად აქამდე გაგონილი ამბების, ვფიქრობ, ყოველგვარ შინაარსს ცდება. ნოდარი გვიყვება ამბებს მისი ცემის, მისი დაკავების და სასტიკი მოპყრობის. როდესაც წამოვიდნენ თქვათ ეს შავრიღბიანი გედედე, ხო მე მგონი ესე ეძახე, გედედეს თანამშრომლები, იმ მომენტშიც გაოგნებული ვდგავარ და ვერც ვიჯერებ, რომ არ ბოლომდე არც მჯერა რომ დასაჭერად მოდის, იმიტომ რომ არაფერს არ შვებით. ხმასაც კი არ ვიღებთ. ხელები მაქვს ზურგს უკან უბრალოდ დაწყობილი და ასე ვდგავარ. პროტესტის ნიშნად მათგან დაახლოებით 20 მეტრში. არავის არაფერი არ უსურვე, კენჭიც კი არ გაუსურვე იქ არავის საერთოდ. ამ დროს მოდიან და გვაკავებენ. დაკავების მომენტში ვეუბნები რომ იცი რა მშვიდობიანი მომიტინგე ვარ, არაფერს არ შვები საერთოდ. დაკავებაში წინააღმდეგობა არ გამიწევია და კადრებში ჩანს რომ გავყავარ უბრალოდ და მშვიდად მივყვები. კი ბატონო, აი თქვენ ხედავთ ახლა მოქალაქეს აკავებს სპეცრაზმი. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია რა დააშავა იმ ადამიანმა, რომელიც როგორც კი შემიყვანეს კორდონი გაიხსნა და შემიყვანეს უკან, ერთმანეთის მიყოლებით იდგა ორი მიკროავტობუსი. ფურგონები, რომელსაც უკან სკამები ამოცნილი ქონდა, ორი სკამი იყო სიგრძეზე დატოვებული, ესე ერთმანეთის უკან რომ არის სკამები ჩვეულებრივ მიკროავტობუსებში ესე არ იყო, სიცარიელია შუაში შექმნილი, როცა შემიყვანეს პირველ, სანამ შემიყვანდნენ, ყველაფერი ჩამომართვეს, რაც კი მქონდა ყველაფერი გამაძვრეს, აი, რასაც ქვია გამგლიჯეს რა ყველაფერი, ჩანთა, მობილური ჯვარი ყელზე რომელიც მეკეთა, ხის ჯვარი, არ ვიცი ეს რას ნიშნავს, ახლა ხის ჯვარი, რაღაცა გაგებით, ახლა ჩვენ ვიცით რომ ფული ამოაცალეს ადამიანებს, მათ შორის მეც და სხვებსაც, მაგრამ ვიფიქრებდი რომ ახლა რაღაცა ჯვარი, მეტალის ჯვარი მქონოდა, რაღაცა ეფიქრა რომ ეს ოქროს ჯვარია, არაფერი ხის ჯვარი. სხვათა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, როდესაც პროპაგანდირებენ და ამბობენ, რომ აი რელიგია არის მათი მთავარი ნაწილი, რამდენად დამამცირებელია და მეტსაც გეტყვით, არათუ ჯვრები ჩამოგლიჯეს. ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც ამოვიდა, მე 8 კაცი ამოიყვანეს, სანამ მე მცემდნენ და მაგას გეტყვით, რომ ამოვიდა ერთი ბიჭი ლოცულობდა. და ამაზე იყო ჯერ საშნელი დაცინვა, რომ აგიშველა შენმა ღმერთმა და მიდი ილოცე და აღშველის ლოცვა და ან ეს არის ის ხალხი, რომელიც მე მეუბნება, რომ რელიგია უნდა იყოს, მისთვის არის რელიგია წარმართველი და თურმე ეს ღირებულებები არის, მართლმადიდებლური ღირებულებებია მათთვის მთავარი. აქაც ჩანს, რომ ადამიანებს მე ხო არა ვარ ერთი შემთხვევა, რამდენს ჩამოგლიჯეს ჯვარი და რამდენს ესე ექცევია, როგორც ცინიკურად უყურებენ თქვათ რელიგიას და ადამიანის განცდას, რომ განწირული ადამიანის ლოცვას. შემაგდეს ამ ფურგონში, სადაც მარჯვენა მხარეს იჯდა ერთი ბიჭი, ხელები ზურგზე ქონდა შეკრული ბორკილებით რა და შევხედე მას სახეზე ვხედავდი რომ დაზიანებები არ ქონდა რა და ამიტომ ჩავთვალე რომ მეთქი აქ არ იქნება ცემა რატომღაც აი შინაგანი ხო ელოდები რომ დაგიჭერენ ახლა ცემენ აბა რას იზამე და როგორც კი შევხედე და ვნახე რომ მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა სადღაც გულის სიღრმეში ჩავთვალე რომ იცი რა არ იქნება ფიზიკური ძალადობა მაგრამ ამოვიდა ჯერ ერთი რომელმაც რაღაცა მითხრა პირველი თუ აქ რა გინდა რაღაცა და დაიწყო ცემა ну ჯერ სახეში მუშტები წიხლები რო დავარდი ძირს წიხლები და ამოყვა სამი კაცი დაახლოებით რომლებმაც ასევე ყველა ერთიანად უკვე მუშტები წიხლები იარაღები ეჭირათ ხელში ეს სავარაუდოდ ან იმისი გაზის იარაღები ან გარდა ტყვის აქ რეზინის ტყუების იარაღები რომ წვრილი თავი ქონდა ეს მახსოვს კარგად რა ეხა ეგეთ წვრილი თავი ვერ ექნებოდა იმას მიყავდნენ პირდაპირ ტანში სახეში რაღაცა და წიხლები და უბოწყალო ცემა რაღაც მომენტში კარი ქონდა ღია დარჩენილი ნახევრად ღია იყო ეს კარი რა და გარედან ვიღაცა უთხრა რომ მე მგონიო კამერა იღებსო და დახურეთ და ისე ცემეთო დახურეს ეს და გააგრძელეს შემცემა რაღაც მომენტში კარი გაიღო და მე რაღაცა ერთმა ჯგუფმა უთხრა რომ კაი გეყოფათო ეხა ჩვენი ჯერიაო ანუ აი იქ იყო რაღაცა სიგიჟე რომ მეთქი ჯერ ხო ისედაც უკვე ძალიან ცუდად თუ არა სიგიჟეა ეხა რაღაც 4 კაცი რო გირყავს 5 კაცი და უმოწყალოდ ხცემს ზირს დაგდებულს და ეხა ეს ჯგუფი ჩავიდა და მეორე ჯგუფი ამოვიდა ზუსტად იგივე მეორე ჯგუფმა გააგრძელა 4 კაცმა გააგრძელა უკვე იგივე წამება იგივე ცემა წიხლები ზევიდან გადგანა და ნუ აი სადაც კი ყწდებიან და მათ შორის ერთ ეკეთა კასტეტი და ეს კასტეტი მოხდა ყველაზე მძიმე რაც იყო მოხდა ნეკნებში და ეს ბოლომდე მეტყობოდა მე რა ძალიან დიდი ხანი დამრჩა ესენი რა კასტეტები მრგვალი ესეთი ისინი გეტყობოდა ლაქებად მქონდა დარჩენილი. ნუ გარდა იმისა, რომ ზურგზე დარჩენილი მქონდა ფეხის ნაფეხურები, ხელაზე მირტყავდნენ და მთელ ბეჭებზე და ყველგან შასის ჩაქცევები, რაც იყო დარჩენილი. ეს 4 კაცი დაახლოებით მერე რაც იყო მორჩა ჩემცემას და გავითიშე რაღაც მომენტში და გავითიშე და მივხვდი რა მომენტში მივხვდი რომ რამდენი ხანი ვიყავი გათიშული მე რო ფიქრობდი რა რომ აღვიდგინე და ფეხზე მეკაჩებოდა და მაგას გამომეღვიძა და მეუბნებოდა რომ სიმულიანტოფო გადადი უკანო. და ამას რამდენჯერმე მეუბნებოდა და მივხვდი რომ გათიშული ვიყავი გონზე მოვედი და გადადი უკან ფურგონის ბოლოს ვიფიქრე რომ მორჩა ჩემი წამება და გადავედი უკან რა მე რო გადავედი ის ბიჭი ისევ იქ იჯდა და დაახლოებით 1 წუთში რო გადავედი უკან მხარეს ამოიყვანეს ერთი 7 8 9 კაცი რა ერთიანად ამოიყვანეს და შემოყარეს ყველანი დასხდნენ გვერდებზე არის აქეთ ესე ცერაც კაბები ამაზე დასხდნენ და ზევიდან ვისაც წვდებოდნენ
ურტყავდნენ ყველას რა, უმოწყალოდ. ოღონდ ზევიდან ეს აღარ იყო ინდივიდუალური ცემა, ერთი კაცი დავიჭირე და ვცემე. ესეც მივხვდი რომ პირველი რადგან ვიყავი, ერთ-ერთი პირველი დაკავებული, იმ მარშრუტკაში ნამდვილად ერთ-ერთი პირველი ის ბიჭი, იმ ბიჭის გარდა პირველი ვიყავი, ამიტომ ჩემთან დიდი დრო ქონდა ცემის. და საშუალებაა რომ ეხლა სანამ სხვებს მოიყვანდნენ, цаრიელი იყო ეს ფურგონი და მარტივად შეიძლება ვცემოთ მოწყალოთ, ვისაც არ დაეზარება რა. ხა მე ბევრი ხალხი რომ მოიყვანეს, ესე ინდივიდუალურად ცემა აღარ გამოდიოდა და ვისაც წვდებოდნენ და ვინც ახლოს იყო, ყველას ურტყავდნენ. რადგან ფურგონის ბოლოში ვიყავი, უკანა კარი რო გააღეს, აღმოჩნდი პირველი, ხო რა თქმა უნდა, პირველი აქედან შესული, იქაც პირველი ვიყავი. გააღეს კარი და გადმოდიო. ნუ გადმოვედი, ვიფიქრე რომ წამიყვანენ ხა პოლიციაში ხარ, აღარ უნდა იყოს მეტი. ზუსტად ამის უკან დგას მეორე მარშრუტკა. გააღეს მეორე მარშრუტკა, შემაგდა შიგნით იქ უკვე აღარავინ აღარ იჯდა, თუ აქ ერთი ბიჭი მაინც იჯდა, იქ აღარავინ აღარ იყო. ამოვიდა ერთი ადამიანი, ნუ რა თქმა უნდა, ნიღბით და რაღაცა და დამიწყო ლაპარაკი, გაღიზიანებული ლაპარაკი. აი უბრალოდ აი საკუთარ თავს რო აღიზიანებ, რომ გინდა რომ მაგრად ცემო ადამიანი, აი რაღაცა უმოწყალოდ ცემო და მიზეზებს რო ეძებ, რომ აი საკუთარი თავი კიდე გააღიზიანო. გარდა იმისა, რომ დაკვეთა გაქვს და უნდა ცემო, კიდე რაღაცა გინდა გამოსწყუო რა, რის გამოც ცემ რა. დამიწყო კითხვების დასმა და ეს კითხვები როგორ ეცი, ხა ყველა ხვდები, უმეტესობა მიხვდებოდა, ხო, რომ აზრი არ აქვს, სწორი პასუხი აქ არ არსებობს. რაც არ უნდა უპასუხო, მაინც გცემს. მეკითხება რატო ხარ აქციაზე, ხო, აი რა უნდა უპასუხო, ვფიქრობ საკუთარ თავში. არავარ აქციაზე უთხრა თავის გადარჩენის მიზნით, მაინც გცემს. რას ქვია არა ხარ აქციაზე, აბა აქ როგორ დაგიჭირე. აქციაზე ვარ უთხრა და უთხრარი ის მიზეზი რაც რეალობა არის, რომ ჩემი სამშობლოსთვის, ჩემი მომავლისთვის ვიბრძვი და ამიტომ გავარ და მგონია რომ ეს არის მართებული, გცემს. ხმარ გასექცემს. ნუ რა თქმა უნდა მცემა. დამიწყო ცემა ძალიან რაღაცა ერთმა ჯერ რაღაცა სრულიად უმოწყალოდ, არ ვიცი და თან გინება სიტყვიერი, ამის პარალელურად სულ მიდის ეს სიტყვიერი შეურაცხყოფები. ოღონდ ეხა უბისამართო შეურაცხყოფები არის, ამას არ აქცევ ყურადღებას რა, უბრალოდ გიტყავენ და გცემენ. ცემა როგორც კი დამიწყო და მარშრუტკამ დაიწყო მოძრაობა, მივხვდი რომ გარეთ მივხვდნენ რომ შიგნით უკვე ცემის პროცესი დაწყებულია და ამოყვა ვიღაცები, ან გააღეს კარი და ამოვიდა 1 3 4, რომელსაც სურვილი ქონდა კიდე რომ ეცემა ვიღაცა და ამოვიდა ეს ჯგუფი და ამათმა გააგრძელეს მე უკვე 4-მა ერთად რა. ჩემი ცემა. აქ უკვე გონება აღარ დამეკარგავს, რაღაც მომენტში მორჩნენ და ჩავიდნენ. ამ მარშრუტკაში მეტი აღარავინ აღარ ამოუყვანიათ მეორე მარშრუტკაში. და უკანა კარი გააღეს ისევ და გადამიყვანეს. გადამიყვანეს და მიმიყვანეს პოლიციის მინივენი, აი რაღაცა ესეთ მანქანას და სადაც კიდევ ერთხელ გამჭრიკეს. უთხარი რომ აღარაფერი აღარ მაქვს, უკვე ბევრჯერ ვარ გაჭრიკილი და არაფერი აღარ მაქვს. რა თქმა უნდა აზრი არ ქონდა, ისევ გამჭრიკეს და ხელბორკილები დამადეს. ეს არის თანამედროვე წამების ფორმები, ეს არის სიკვდილის მანქანები, რომელიც მათ დააყენეს. ის რომ ეს სისტემურია, ჩანს იმაში რომ ერთი რომ მარტო არა ვარ მე ესეთი მსხვერპლი, რომ ერთი ადამიანი არ მცემდა და ჩემ ცემაში მონაწილეობა მიიღო 16-მა ან 18-მა კაცმა. ეს ორივე ნიშანი ადასტურებს რომ ეს არის სისტემური, ის რომ იქ მანქანები ესე აყენია, იმის რა ქვია, სპეცრაზმის უკან, რომ შეყავს ჯერ ერთ მანქანაში ცემ, მერე მეორე მანქანაში ცემ. გზადაგზა ფოტოებს მიღებდნენ. ყველა ცემის მერე ფოტოები გადამიღეს, თავი ამაწევინეს, იმიტომ რომ თავი აღარ მქონდა, ხა თავის აწევა რაღაც თავი აწია და ხელით ამაწევინეს და სისხლი მომდის პირიდან, ცხვირიდან, თვალები უკვე რაღაცა ის მგონია რომ ჩამსხვრეული მქონდა ყველაფერი, იმიტომ რომ იმდენად მცემეს რომ და ყველაზე მძიმე ნაწილი ის არის კიდე რომ ხელებს დაფარებას ცდილობ, ხო ინსტინქტია, ადამიანური ინსტინქტია, სახეში გირტყამს ხელებს იფარებ. ამაზე კიდე უფრო ღიზიანდებიან და გეუბნები ხელები ჩამოწიე. გარდა ფიზიკური ძალადობისა, ნოდარ არონიშიძე ასევე საუბრობს ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რომელიც განიცადა მან და მასთან ერთად კიდე სხვა დაკავებულმა ადამიანებმა. როდესაც ვკითხეთ ფსიქოლოგებს თუ რასთან გვაქვს საქმე, ისინი საუბრობენ დაშინების პოლიტიკაზე. როდესაც შიშთან მივიდა უკვე საქმე, გამახსენდა კიდევ ერთი წიგნი, ეს გახლავთ ფრენკ ჰერბერტის დიუნი, სადაც მთავარი პერსონაჟი აბარებს მთავარ გამოცდას. ეს არის შიშის გამოცდა და აქ არის ესეთი ფრაზა, რომ შიში ეს არის გონების მკვლელი, შიში პატარა სიკვდილია, რომლის შემდეგაც იწყება სრული განადგურება. როგორც ცდილობს სისტემა სრულ განადგურებამდე მიიყვანოს ადამიანები, აი ამ ფსიქოლოგიური ძალადობის მცდელობებზე გვყვება ნოდარ არონიშიძე. ჩამსვეს მანქანაში, პოლიციის მანქანაში, სადაც გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა არა თუ ჩემი მიმართულებით, არამედ ოჯახის მიმართულებით, რომ გაიგებდნენ ჩვენს მისამართებს და მოაკითხავდნენ ჩვენს ოჯახებს და ნუ რაღაცა უსასტიკესი სიტყვებით ლანძღვა და უსაშინლესი მუქარა. ეხლა მიგიყვანთ და ეს მაშხალები არ წვავს და გაჩვენებთ ეხლა თუ არ წვავს, გაგაშიშვლებთ და გაგაუპატიურებთ ამ მაშხალებით და რაღაცა მებით რა ქვია, ხელკეტებით და რაღაცა საოცრებები. გზაში რაც იძახეს, მე მართლა
დავიჯერე, გულწრფელად ვამბობ რა, ხო ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ხო ვიცი ხა რაღაცა, მაგრამ დავიჯერე რომ ამის გამკეთებლები არიან, იმიტომ რომ 2 წუთის წინ კლავდნენ, 2 წუთის წინ გავითიშე, მათ ხომ მოსაკლავად გაგვიმეტეს. სინამდვილეში ჩვენ რომ არ მოვკვდეთ, ჩვენ არ მოვკვდით, რაღაცა ღვთისდებით გადავჭით, თორე მათ ნამდვილად მოკლეს. ანუ სისტემამ ეს ადამიანები, ვინც ესე უმოწყალოდ ცემა, მათ მოსაკლავად გაიმეტა. იმიტომ რომ ეს არის შემთხვევა. შენ ვერ განსაზღვრო, შეიძლება ერთმა წიხლმა სრულიად მე ამდენი ცემის გამო კი არ, ერთი წიხლის გამო მომკვდარიყავი, ხო? ეს ნიშნავს რომ მართლა მოსაკლავად გამიმეტა სისტემამ, ხო? ხა როგორია, როდესაც გადაყავ ხარ პოლიციელს და რომელიც გზაში ისეთი აგრესიით გელაპარაკება, თან ყველა პოლიციელი ერთად თავში გირტყავს, გეუბნება თავი დახარე, თავს ხრი და გეუბნება სისხლი მოგდის და მაქან არ დავისვარე. ეს არის ცინიზმის რა მასშტაბი, იცი რომ გაგიჟებულები მელაპარაკებოდნენ რომ მაქან არ დაგვისვარო. სისხლით არ დაგვისვარო, თორემ მოკლავ ცემით და რაღაცა. თან მეუბნება თავი დახარე, თავი რო დავხარო, მაქანას ვადებ ამ თავს, ხო? ანუ წარმოუდგენელია, მე თვითონ მომწმინდეს სისხლი ერთადერთი მისესის გამო რომ მაქან არ დამესვარა. ამ თელამ პროცესში მარტო ეს აწუხებდათ რომ მაქან არ დაესვაროს. ნუ აი არ ვიცი ცინიზმის რა მასშტაბია რა, წარმოუდგენელი რაღაცა და გულწრფელად უნდა ვთქვა, როდესაც ნიღაბი უკეთია ადამიანს, ჩვენ ვიცით ფსიქოლოგიიდან, მათ შორის ცნობილია რომ დაფარული სახით ადამიანის რისი გაკეთება შეუძლია. მაგრამ როდესაც ნიღაბი მოხსნილი გაქვს და ხარ პატრულის თანამშრომელი, პოლიციელი, რომლის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას წლები დაჭირდა ამ ქვეყანაში, ხო? წლები დაჭირდა 90-იანებისა და 2000-იანი წლების მერე რომ ქართულ საზოგადოებას ნდობა გაჩენოდა პოლიციის მიმართ. რომ შეგძლებოდა რომ ქუჩაში როდესაც პოლიციელს დაინახავ, მიხვიდე მასთან და იცოდე რომ მას 100%-ით შეგიძლია ენდო. მე არ შემიძლია ჩემს შვილს უთხრა რომ ხვალ რო გახვალ ქუჩაში რამე პრობლემა თუ შეგექმნება შვილო პოლიციელთან მიდი ვერ ვეტყვი ამას იმიტომ რომ სიგიჟია არ მჯერა მე თვითონ არ მჯერა ამისი რომ ეგ შეიძლება უთხრა რა საკუთარ შვილს უთხრა რომ პოლიციასთან მიდი და პოლიციას უთხარიო დაგეხმარება. ის ფაქტები, რომლის შესახებაც საუბრობენ დაკავებულები, უკვე შეფასდა როგორც წამების ეპიზოდები, ამის შესახებ საუბრობენ როგორც საქართველოში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ფსიქოლოგები, ასევე საერთაშორისო მისიები, რომლებიც საქართველოში დაუყოვნებლივ ოპერატიულად ჩამოვიდნენ გარკვეული кейსების შესასწავლად. ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციები ჩამოვიდნენ, ამის ხაზგასმა მინდა. რაც მათ დაადგინეს, 100-მდე დაზარალებულის მასალას გაეცნენ, სამედიცინო მონაცემებს გაეცნენ, გასინჯეს 11 ადამიანი. ეს გასინჯვა, სასამართლო სამედიცინო გასინჯვა, ცალკე პროცედურა, რომელიც საკმაოდ მრავლის მომცველი პროცედურა არის. და დაადგინეს სწორედაც ის, რომ დაზიანებების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და მიზანმიმართული ამ ტიპის დაზიანებების მიყენება. ვხედავთ, რომ მსგავსი ტიპის დაზიანებები აქვს სხვადასხვა ადამიანებს, რომელსაც სხვადასხვა მარშრუტკაში მიადგათ ეს დაზიანებები და შესაბამისად ვერ ვიტყვით, რომ იგივე ადამიანები აყენებდნენ. ანუ ფაქტიურად ამ დასკვნა შესაძლებელია, ამას მე მსგავსი წვრთნა ქონდა ყველას მიღებული და მსგავსი ბრძანება იყო გაცემული, რომ სწორედ რომ სახის არეში მიეყენებინათ დაზიანებები ადამიანებისთვის, ეს პირველ დღეებში ხდებოდა. ამ ადამიანებს ნამუშევარი აქვთ ბელორუსზე 2020-ის პროტესტების დროს და ისინი ასევე საუბრობენ მსგავსებაზე, თუ როგორ იქცეოდა ბელორუსის ომონი 2020-ში და როგორ იქცეოდა ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტები ამ დღეებში, ის რომ ალყაში მოქცეულ ადამიანს პროტესტის დაშლა არის, რომ დაშალო ადამიანები იმ სივრციდან, ხო, ალყაში მოქცევა მშვიდობიანი პროტესტანტების, ეს არ არის პროტესტის დაშლის მექანიზმი, ეს არის დასჯის მექანიზმი. სამარშრუტო ტაქსში, სადაც არიან ნაცემი ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობდნენ, რომ სისხლის სუნი დღესაც მოსდევთ თან. სხვების ნაცემის სახეები თვალიდან არ ამოსით, თქვათ, რა დრო გავიდა უკვე, ხო? იქ გაზის ბალონის შეგდება, ხო, ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტის დაშლის საშუალება. მოკლედ ის სისასტიკე, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ის მოსწრენიც გავხდით ეს ბოლო პერიოდი, თავისუფლად ჯდება წამების კვალიფიკაცია ენიჭება ამას. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ 2024 წელს წამება დაბრუნდა საქართველოში. 24 წელი ეს ორგანიზაცია მუშაობს და რომ დავიწყეთ 2000-იანებში, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ცვიოდა ხალხი კახეთ არგამანძის დროს. სააკაშვილის დროს რა ხდებოდა ციხეებში ვიცით და ამაზე ანგარიშიც გვაქვს დაწერილი ჩვენს ორგანიზაციას. 26 მაისზე ვისაუბრეთ მანამდე და 26 მაისი იყო
ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დარღვევა, თუმცა ვერ შევადარებ, იმიტომ რომ ეს იყო ერთი დღე. ფსიქოლოგი ლელა ცისკარიშვილი ასევე საუბრობს მიმდინარე მოვლენებზე, ავტორიტარიზმის ჭრილში და იმ მეთოდებზე, რომელსაც ამგვარი რეჟიმები იყენებდნენ ადრეც და იყენებენ დღესაც. ამ მეთოდებს რა მიზეზშედეგობრივი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, როგორც ინდივიდის დონეზე, ისე საზოგადოებისთვის. ასევე საუბრობს იმ წამების ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგებზე, რომელიც განიცადეს ადამიანებმა, რომელიც შესაძლოა რომ მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაყვეთ. დღეს შეიძლება ეს ადამიანები არიან პროცესში ჩართულები, უფრო მეტად მოტივირებულები, თუმცა ეს კვალი არსად არ ქრება თერაპიის გარეშე. ფაქტობრივად შეუძლებელია მისი დაძლევა და ის ასევე საუბრობს იმ დროის აღქმის დაკარგვაზე, რომელიც შეიძლება რომ ამ ადამიანებს შემდეგ გაყვეთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. იმ ადამიანებს, ვინც სასტიკი დაზიანებები მიიღო, ვინც აწამეს, იმ ადამიანებთან გახდება საჭირო მაინც გრძელვადიანი, თქვა, სამედიცინო რეაბილიტაცია დაჭირდებათ, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დაჭირდებათ, რომ წამება არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა გამოცადოს. ყველა ადამიანი ძახის რო ეგონა რომ მოკვდებოდა, ვინც აწამეს, აბსოლუტურად ყველა მათგანი. ვისაც გაუპატიურების იმეთი მუქარით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ხო? ვისაც სასტიკ შეურწყობას აყენებდნენ, თქვა, პირში აფურთხებდნენ ადამიანებს, ხო? ეს გტოვებს ძალიან მძიმე ფიზიკურ კვალს და ფსიქიკურ კვალს, რომელსაც ჭირდება შესაბამისი სპეციალიზებული დახმარება. შიში ახსენეთ, ხო? რა არის, თქვათ, აი ამ წამების ძალადობრივი გამოცდილების მახასიათებელი. იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია ეს გამოცდილება და ამას მთელი თავისი რთული ნეირობიოლოგიური მექანიზმები აქვს. მარტო ფსიქოლოგიური არ არის ეს ზეგავლენა. ადამიანი აი ესე ვიძახით ჩვენს პროფესიაში, რომ იმდენად მძიმეა ტრავმასთან დაკავშირებული აშლილობები, ადამიანი ზურგს აქცევს, აწმყოს და მომავალს და მუდმივად წარსულში იყურება, იმიტომ რომ სულ მასთან არის ეს გამოცდილება. აი ვახსენე ცოტა ხნის წინ, ხო, თქვა ეს ახალგაზრდა ადამიანები ვიღაცა იძახის, რომ მუდმივად სისხლის სუნს გრძნობს. ვიღაცა იძახის, რომ სულ ეშინია უკან იხედება სულ. ანუ მათთვის ეხა კი უსაფრთხოდ არიან ამ მომენტში, მაგრამ ის წარსული მუდმივად აწყოში არის. ამას ჭირდება უკვე სპეციალიზირებული ჩარევა და რიგ შემთხვევებში გრძელვადიანი ჩარევა არის ხოლმე საჭირო. ეს ადამიანები ვერანაირ დახმარებას ვერ მიიღებენ თუ მათი დამხმარებით, ხო? აი თუნდაც ჩვენი ეს ორგანიზაცია მუშაობს ეგეთ რთული ტრავმის მქონე ადამიანებთან. ამ ხელისუფლების დარჩენის პირობებში ეს ორგანიზაცია და ბევრი მსგავსი ორგანიზაცია შეწყვეტს ფუნქციონირებას. ყველას მოგვახჩობენ ყველამდე მოვლენას, თქვა ნელ-ნელა. და ამ შემთხვევაში ვიცით ავტორიტარიზმში და დიქტატურაში როგორ ცხოვრობენ ადამიანები, არაფერი კარგი იქ არ ხდება. ავტორიტარიზმი დგას შიშზე და მათი მიზანია რომ ასაზრდონ ჩვენში და ყვებონ ჩვენში შიში. ბრაზზე და რას შვებიან, ხო, და გაყვეს ფაქტიურად საზოგადოება და კი უზარმაზარი ბრაზი მოდის, თქვათ, ერთი მხარესგან მეორე მხარეს. დეჰუმანიზაცია მიდის ბევრი წელია და როგორც თქვათ, ტელეიმედის მეშვეობით და სოციალური მედიის ალგორითმების მეშვეობით მიდის დემონიზირება, თქვათ, იმ ადამიანების, ვისაც ევროპა უნდათ, ვისაც არ უნდათ, თქვათ, სტატუს კვო, ასევე საპოლიციო ძალებში მიდის მათი დამუშავება, რომ აი ჩვენ კოლექტივად ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომ ეს დეჰუმანიზაცია ეხმარება ხოლმე ფსიქოლოგიაში ესე არის კრიზისების დროს განსაკუთრებით ესე ხდება დეჰუმანიზაცია სხვა დეჰუმანიზაციას უკეთებ ესე ეხმარება რომ სასტიკად მოეპყრო ეხმარება ადამიანს რომ მოკლას ის სხვა ჩვენ და ისინიც იყოფა საზოგადოება და ერთიანი რაღაცა ქსოვილის ნაწილი აღარ ვართ საქართველოს მოქალაქეები განვისაზღვრებით ვინ რა პოზიციაზე ვდგევართ ხო და ჩვენ და ისინი ამ სიტყვებს ხმარობთ და ესეც არის თქვა უძველესი მეთოდი, ეს დეჰუმანიზაცია უძველესი მეთოდი, ავტორიტარიზმი. ისინი თქვა ელოდებიან რომ გამოგვფიტონ, გამოგვშიგნონ და მერე განაგრძონ ასე თქვა ამ თავისი რაღაცნაირი შავი თითქოს აი სიცოცხლე გამოცლილი მეთოდებით ჩვენი რაღაც დაფრაგმენტირება, დეზინტეგრაცია, თითქოს აი გახრწნილი სისტემაა, ხო, მთლიანად გახრწნილია სისტემა, ნეპოტიზმზე დგას, კორუფციაზე დგას, აქამდე არ იდგა ესე ღია ძალადობაზე. ეხა გამოავნეს უკვე მართლა 21 საუკუნეში მსგავსი ძალადობა არ ქონია პროტესტების კონტექსტში გულისხმობ და თან ეს ხდება ყველას თვალწინ, ხო, ეს არ არის რომ მსმენია მხოლოდ ამის შესახებ, პირდაპირ ეთერში გადაიცემა ისიც ხდება.
მიმდინარე მოვლენებმა გამოკვეთა კიდევ ერთი პრობლემური და მე ვიტყოდი ტრაგიკული ხაზი, ეს გახლავთ პირდაპირ რომ თქვათ ადამიანების გაშავება. ამ შემთხვევაში იმ ადამიანების, რომლებიც დგანან აქციებზე და ქართული ოცნების მხრიდან ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ესენი არიან უსარგებლო ადამიანები, უსამშობლოები, რომლებიც უპირისპირდებიან ეროვნულ იდენტობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მათი ფანტაზია ნამდვილად usazღრო არის. ასევე ხშირად რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს მიაკუთვნებენ ხოლმე ამ ადამიანებს. მათ საპასუხოდ ისევ რომ დავუბრუნდეთ ნოდარ არონიშიძის ინტერვიუს, ეს ადამიანი საუბრობს აი ამ პრობლემაზეც. ნოდარი გახლავთ კიდევ განუმეორდები, ქართული ხელოვნების მკვლევარი, ისტორიკოსი, რომელიც იკვლევს ქართულ ტაძრებს, იკვლევს ხუროთმოძღვრებას, ფრესკებს და სწორედ აი ამ ადამიანზე ამბობენ, რომ ის უსამშობლო არის და იდენტობას უპირისპირდება და იმის გაქრობას ცდილობს და კიდევ სხვა მრავალი. ასევე ეს ადამიანი საუბრობს აი ამ პოლიტიკურ მიკუთვნებულობაზეც, როდესაც ოპოზიციურ პარტიებთან ასოცირდება თითქოს აქციის მონაწილეები ასოცირდებიან და ამბობს, რომ დღეს პოლიტიკური ნიშნული, ეს თამასა ძალიან მაღალია და ყველას მოეთხოვება, უკვე საზოგადოება მივიდა განვითარების იმ დონემდე, ასე ვთქვათ, როდესაც ეს იქნება ოცნება თუ რაღაც გარკვეული ოპოზიციური პარტია, ყველას მოეთხოვება და ყველა აგებს პასუხს ყველა მის გაკეთებულ განცხადებაზე თუ ყველა მის დანაპირებზე. პირადად მე შემიძლია ვთქვა ჩემი პოზიცია, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თავს არ ვაიგივებ და რომ გითხრათ, რომ დიდი იმედი მაქვს ახლა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ოპოზიციური, მათ შორის ან რომელიმე სტრატეგიული ხედვა წამიკითხავს ადმე ან ჯერ არ ამე სტრატეგიული ხედვისა. არ მაქვს ესეთი, მე არ მყავს პოლიტიკურ და ახალი თაობისთვის, პოლიტიკოსებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ გაიაზრონ, რომ თაობა, რომელიც ახლა იქ დგას და რომელიც ცვლილებებს ითხოვს, ეს მათაც შეეხებათ, ვინც ხვალ მოვა ხელისუფლებაში. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს თაობა აღარ შეჭამს იმ დანაპირებს, ოცნების დანაპირები რომ იყო რომ ვიღაცა მილიონი გახდება და 5 სოფელს რაღაცა 5 მილიონი სოფელს და ამ რაღაცეებს ეს თაობა უკვე აღარ შეჭამს და მათ უნდა იცოდნენ რომ ძალიან მაღალი პოლიტიკური ის დგება ნიშნული და ყველას მოეთხოვება ის ყველაფერი რასაც შენ იტყვი წინასაარჩევნო დაპირდები ის უნდა შეასრულო დაპირება უბრალოდ დაპირება არ უნდა იყოს რა დაპირებით მე დავპირდებით თვითფრენავებით ვივლით ხო რა ანუ მაგათ დაპირება მაგას გავს ხოლმე 2012-ში მქონდა ეს განცდა როდესაც ვუყურებდი თავისუფლებაზე ვიდექი და ცვლილებების მოლოდინი მქონდა მაშინ ძალიან პატარა ვიყავდი ჩემ მეგობარს ვეუბნებოდი რომ ზურგით ვიდექი. როდესაც გამოდიოდა ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ჩემ მეგობარს ვეუბნებოდი რომ მეგობარი ძალიან გავს არქიფოსეთურის სიტყვებს. ის რასაც ეს ლაპარაკობს ძალიან გავს არქიფოსეთურს. ოღონდ მაშინ ახლა ვიცოდით რომ სისტემა იყო დასამთავრებელი. მაშინ არავის გვიქ ისევე როგორც დღეს ოპოზიციაზე არავინ არ ფიქრობს. დღეს ვიცით რომ ეს არის დასამთავრებელი. ძალიან ცუდია ეს პროცესი, როდესაც ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ რეჟიმში ვცხოვრობთ, რომ ოღონდ ეს არა და ვინც გინდა იყოს. ეს ძალიან ცუდია და ცუდია იმიტომ რომ მე ვიღებთ ვიღაცას რომელიც ასევე მოძალადეა, ასევე არასწორად იქცევა, ასევე არ მართავს ქვეყანას. მაგრამ ნუ რა ვქნათ, აი ამ ვითარებაში ვართ. ამისთვის საჭირო საზოგადოების განათლება და განვითარება და ზრდა. მაგრამ ამ ვითარებაში ვართ, დღესაც ამ ვითარებაში ვართ. ზუსტად ეს განცდა იყო. სინამდვილეში მთელი პროპაგანდა, ჩემი გაგებით, მთელი პროცესები, რასაც ახლა ეს ხელისუფლება აკეთებს და როგორც მართავს ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას, ეს არის არქიფოსეთურის აი ამ პატარა მონაკვეთში ჩატეული. ყველას ვთხოვ მათ შორის ოპოზიციურად განწყობილს და არაოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ერთი წუთით ჩართეთ YouTube-ზე მოძებრეთ და ნახეთ აი ეს მოზე ზამთარაძის პერი ისა რა ქვია მონაკვეთი. აი ამ ფილმის ნაწყვეტი ნახეთ, საკითხვა აღარ არის საჭირო. უბრალოდ ეს ნაწყვეტი ნახეთ და ნახავთ რომ ყველაფერი რასაც ეს კაცი გადაწყვეტილებას იღებს, რასაც არქიფოსეთური ამბობს, შორს კი არ არის წასული. აი იქიდან არის, ეს არის ქრესტომატია მისთვის. პირადად მისი ქრესტომატია რა. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იქიდან ხელმძღვანელობს. აი აბსოლუტურად ყველა დეტალი, რომელსაც არქიფოსეთური ამბობს, საკუთარ ხალხზე როგორც მართავს, როგორც ექცევა და რა მეთოდებითაც მართავს და როგორც წარმოუდგენია მართველი, ან ადამიანები როგორები უნდა იყვნენ. ზუსტად იმ რეჟიმში ვარ 12 წელია. უბრალოდ დასაწყისში ამას ნაკლებად გრძნობდით, იმიტომ რომ არსებობდა მართლა შესაძლებელი ხელისუფლება და დღეს უკვე ძალიან მკაფიოა, რომ ისე ვიყავართ ჩაკეტილი და იმ სისტემაში გვამყოფებენ.